გეხსომებათ ალბათ, ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში ბიზინა ივანიშვილმა რუსმა გააკეთა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. კერძოდ მას ბევრი რამ უნდოდა პარტიების გაუქმება, კიდე რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უტევდა და ასე შემდეგ და ზოგიერთ მათგანს სხვათა შორის ზოგიერთ დაპირებას ირიბი გზებით, ასე მაგალითად პარტიების გაუქმებას გარკვეული ალბათობით ირიბი გზებით შეასრულებს კიდეც, მაგრამ ის იმხანად ამბობდა, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ანუ 113 დეპუტატი, სჭირდება იმისათვის, რომ ყისიერად შეცვალოს საქართველოს კონსტიტუცია ტერიტორიული მოწყობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმაა ეს, და მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, ამბობდა, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა იყოს სათანადო, იმიტომ რომ ციური მანანასავით დაგვებერტყება თავზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ჩვენ კი ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ და ეგ ნაცები და მყვილა ოპოზიცია სულაც არ მჭირდება მე, იმიტომ რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება იოლად უნდა განვახორციელო. არ გამოვიდა ეს მიზესთა გამო, პირველ რიგში ქართველი ხალხის აქტიურობის გამო არ გამოვიდა და თუ 26 ოქტომბერს გავხედავთ სწორედ ამ პერსპექტივიდან, სწორედ ამ კუთხით, ამ რაკურსით შევხედავთ, ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ საკუთარი ქმედებით, რუსეთს არ გავატანეთ, რუსეთს და ივანიშვილს არ გავატანეთ 113 დეპუტატი, არა თუ 113 დეპუტატი არ ახავს გაყვანილი ივანიშვილ რუსს, არამედ ის 99 დეპუტატიც კი, რომელიც ახლა არის მოკალათებული ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, მათგან მინიმუმ 19-20 აბსოლუტურად უკანონოა. ანუ ქართულმა ოცნებამ 1,120,000 ხმა კი არა იღო, არამედ მიიღო დაახლოებით 650,000-700,000 და მას ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, საკანონმდებლო ორგანოში უნდა ყოლოდა არა უმეტეს 70 დეპუტატისა. აღაი პროპორციული არჩევნები იყო, ახლა გადათვალეთ ბოლო 19, გამოვაკლეთ იქ პრემიერ-მინისტრი, სხვები და სხვები, თუნდაც ჩათვალეთ, არც ვიცი რა უნდა ქნათ და ხო, არ უნდა გამოვაკლოთ, უნდა ჩათვალოთ, იმიტომ რომ თავრობას ვერ დააკომპლექტებდნენ და შესაბამისად მიხვდებით, აი ბოლო 19, 99-დან 70-დან 99-მდე ვინც იყო სიაში, ისინი კი ნაღდად უკანონოები არიან, ახლა პირველ 3-ულზე თუ 7-ულზე თუ 12-ულზე რო არ ვამბობ, ეს ისედაც ცხადია. მოკლედ რუსეთსა და ივანიშვილს ეს სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ თუ ამ რაკურსით გავხედავთ 26 ოქტომბერს სულაც არ გამოუვიდათ, მაგრამ ახლა სხვაგვარად შევაფასოთ ეს საკითხი, ეს ამბავი და პირველ ყოვლისა აღვნიშნოთ, რომ უკრაინაში ომი არ სრულდება. უკრაინაში ომი არ სრულდება მიუხედავად იმისა, რომ აქ ივანიშვილს და იქ ოკეანგაღმა ტრამპს ჰქონდა ამის მოლოდინი, არა, ტრამპს მოლოდინი არ ჰქონდა, ტრამპს სურვილიც ჰქონდა, რომ ომი დაესრულებინა და აქ არ გულისხმობ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას პროლონგაციით, ანუ გაგრძელებით, რასაც ასევე ვერ აღწევს ვაშინგტონის თეთრი სახლის მასპინძელი დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი, რომელიც სხვათა შორის ძალიან საინტერესო როქის გაკეთებასაც აპირებს შესაძლოა. კერძოდ მას იცით, რომ მესამე კადენციის უფლება 2028 წლის ნოემბერში სულაც არ აქვს, ამიტომ ის ერთი ვერსიით მასაც აქვს ეს ნათქვამი, აპირებს შემდეგ კომბინაციას როქს, რაც გნებავთვის დავარქვათ, რომ JD Vance გაკაჩოს პრეზიდენტად და იწყოს კამპანია ესეთი Vance Trump, მერე უკვე თუ პრეზიდენტი გახდა JD Vance ის გადადგეს და შესაბამისად ვიცე-პრეზიდენტმა იმხანად უკვე ვიცე-პრეზიდენტმა 29 წლის იანვრის 20-ში ის ვიცე-პრეზიდენტი იქნება, თუ ასე მოხდა, უხეშად მარტში, აპრილში ვიცე-პრეზიდენტმა განაგრძოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კიდევ 4 წლით. ხო, რაც გაუგებ ტრამპს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ, ტრამპს მოკლედ არ გამოუვიდა ის რისი გაკეთებაც უნდოდა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და სულაც არ
არათუ არ დასრულდა, არამედ არც შეწყდა საომარი მოქმედებები უკრაინაში და ობიექტურ მიზეზთა გამო არ შეწყდა. გასაგებია, რომ ჩვენ უნდა დავადანაშაულოთ რუსეთის ფედერაცია იმაში, რომ მან ამ ქვეყანამ არ შეწყვიტა დაბომბვა უკრაინული პოზიციებისა და უკრაინის ქალაქებისა და უკრაინის შეერაღებული ძალებისა, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურისა, მაგრამ მეორე მხრივ მოდი სხვაგვარად შევაფასოთ. ძნელიც არის 1500-1600 კილომეტრზე ესე საომარი მოქმედებების ესე დასრულება. ძალიან ძნელია, მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს, სხვა თუ არაფერი. და რაღაცა არ დასრულდა ომი, შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის მოლოდინიც ან კოვზი, მოლოდინიც არ გამართლა და კოვზი მასაც ნაცარში ჩაუვარდა. გაიწელა ომი. ახლა კიდე ზელენსკის დააბრალოს ივანიშვილმა, კიდე ტრამპს, კიდე გლობალური ომის პარტიას და გნებავთ თუ უნდა საკუთარ სვესა და ბედს, ან უჭყუობას. მაგრამ ომი უკრაინაში არ დასრულდა, არამედ ჩანს არც დასრულდება ასე იოლად, მიუხედავად კვლავ ვიმეორებ სურვილებისა, ან სურვილუკებისა, ან ხოშიდილი ხორისა, ან მეცადინეობისა, მაგალითად ოკეან გაღმიდან. მაგრამ ახლა არც ეს არ არის საალაპარაკო და საალაპარაკოა უფრო სხვა რამ. რისი გაკეთება უნდოდა ბატონ ივანიშვილს, რისი გაკეთება უნდოდა იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მართლაც მოიპოვებდა, ანუ 113 დეპუტატი ეყოლებოდა 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტში და ქუჩაში კი ვერავინ გაიგონებდა ამგვარ შეძახილს ცეცხლი ოლიგარქიას, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პროტესტიც არ დახვდებოდა, არც არავინ არ შეეწინააღმდეგებოდა და ყველანი, მათ შორის დასავლური ქვეყნებიც მივიღებდით მოცემულობას, როცა ბევრი ირაკლი კობახიძე არა, ერთი ირაკლი კობახიძე და ვიღაც ტიპების ხედან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კობახიძე პრემიერი გახდებოდა, ერთი შალვა პაპუაშვილი და ვიღაც ტიპები. ერთი პაპუაშვილი, ერთი მდინარაძე, ერთი ვოლსკი, ერთი ცულუკიანი და დანარჩენები, რომელთა უმრავლესობაც სახეზეც კი არ ვიცით, ხო, ტალახაძე ვიცით, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად სწევს ის ქართულად როგორ არის? მოკლედ ქართულად ვერ ვიტყვი ხო იმას შტანგას რა. ხო. დიდი სპორტსმენია ვაღიაროთ, არ ვგამართობ ამასთან დაკავშირებით საერთოდ. რისი გაკეთებას აპირებდა ივანიშვილი? საკონსტიტუციო ცვლილებები რას შეიძლებოდა რომ შეხებოდა? საქართველოში დე იურე არსებობს 3 ავტონომიური წარმონაქმნი. ერთი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ეთნიკურ ნიადაგზეა შექმნილი მაშინ, როცა ის შეიქმნა მე-20 საუკუნის საქართველოს გასაბჭოების შემდგომი პერიოდი იულისწყება. მეორე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ეთნიკურ ნიადაგზე არ არის შექმნილი და არის ის საფუძველთა საფუძველი კონფესიური ნიადაგია. და მე არის რანგით ნაკლები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ესეც სტალინს უკავშირდება და ვინაიდან არსებობდა კი არა არსებობს და არსებობდა ჩრდილოეთ ოსეთი, აი საქართველოში აქ შექმნეს ანკლავი. ხა მე რომ მკითხო, ამ 3-დან მინიმუმ 1 გასაუქმებელია, მაგრამ ახლა ჩემს მოსაზრებებს აქ არ მოგახმევთ თავზე. ამაზე მაღალი რანგის თუ სტატუსის ავტონომიის მიცემა ბიძინა ივანიშვილს ცხადი არ შეეძლო. მაშ რას აპირებდა? მიიღო თქვა 113 დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში, 113 ალუდა ღუდუშაურის ტვინის პატრონი უზის თქვა საკანონმდებლო ორგანოში, რას აპირებდა ბიძინა ივანიშვილი. ხმები იმის თაობაზე არ ფიქრი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მისცემდა მათ აფხაზებს და ოსებს კონფედერაციულ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობა უფლებას უბრალოდ შესთავაზებდა კონფედერაციულ სახელმწიფოს ძალიან საფუძვლიანია. ოღონდ კონფედერაცია საერთოდ რომ ვიცოდეთ შედგება 2 ან მეტი თანაბარი უფლებების სუბიექტისაგან.
ანუ ერთის მხრივ კონფედერაციის შემადგენლობა იყოს კონფედერაციის შემადგენლობაში შეიძლება ყოფილიყო საქართველო, დანარჩენი საქართველო, ესე ვიტყვი ერთი წამი ენგურ გამოხმა საქართველო და მეორე მხრივ შეიძლებოდა ყოფილიყო ასე მაგალითად აფხაზეთის ავტონომიური დღეს რესპუბლიკა ხვალ პროცესად ბიზნეს ივანიშვილის მოდელით კონფედერაციის სუბიექტი. და მესამე მხრივ მოდით უგნებავთ ესე გავყოთ მაინც და მაინც მდინარეზე არ ვისაუბროთ, მოდი ესე ვიტყვი ახალგორიდან ან უგნებავთ ესე ცხინვალის მიმართულებით, ცხინვალის ავტონომიური ოლქი ან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ანუ სამ სუბიექტი არის უნდა ყოფილიყო ეს კონფედერაცია ბიზნეს ივანიშვილისა და ფსბ-ს ჩანაფიქრით. ოღონდ კონფედერაციაა ძალიან რთული ჩვენ გვარ ქვეყანაში. მაგრამ აქ კიდე შეიძლება რაღაც მსჯელობების გამართვა. კონფედერაცია უფრო რთული და გაცილებით რთული და ხარაკირის თოლფასია, იმიტომ რომ კონფედერაციის შემთხვევაში, კონფედერაციის შეთავაზების შემთხვევაში და კონფედერაციის თუნდაც მიღების შემთხვევაში, ასე მაგალითად აფხაზებისაგან, მოხდებოდა შემდეგი. თანაბარ სუბიექტ, კონფედერაციის თანაბარ სუბიექტ აფხაზეთს ყოველთვის ექნებოდა გასვლის კონფედერაციის დატოვების უფლება, შესაძლებლობა გარანტირებული კონსტიტუციით. აი სწორედ ამის გაკეთებას აპირებდა ბიზნეს ივანიშვილი. ანუ ის ცალმხრივად აპირებდა ჩაეწერა, რომ საქართველო არის არა უნიტარული სახელმწიფო, ან სახელმწიფო რესპუბლიკა, რომელშიც არის ავტონომიური რესპუბლიკები და ერთი ოლქი, არამედ არის კონფედერაცია და კონფედერაციის სუბიექტი არის აფხაზეთი და კონფედერაციის სუბიექტი არის ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთი. ამასთან რაღაი არ მიმდინარეობდა არანაირი მოლაპარაკებები სეპარატისტულ რეჟიმთან და ვერც მიმდინარეობდა, ამის რესურსიც არ აქვს. ბიზნეს ივანიშვილი ცალმხრივად აპირებდა ამ კონფედერაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას საქართველოს კონსტიტუციაში 113 დეპუტატის გაყვანის ან რუსული სპეცოპერაციის წარმატების დასრულების შემთხვევაში. ეს იყო აბამანული დურაკა, ნაჩიტიდი კულაკა, ანუ რუსეთი ატყუებდა ბიზნეს ივანიშვილს იმ დაშვებითაც თუ იბრძელებთ, რომ ბიზნეს ივანიშვილი პატრიოტიკაცია, რაც არ არის რასაკვირველია, ამ კომბინაციას ულაგებდა. მერე უკვე აფხაზები ამ ყველაფერს არ მიიღებდნენ, არც სამხრეთ ოსეთელები და ჩვენ გავრჩებოდით ხახამ შრალნი. ჩვენს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი, იქნებოდა ჩაწერილი, რომ კონფედერაცია ვართ გასვლის უფლებით, რომც მიეღოთ აფხაზებს, სხვათა შორის აი ესეთი უცნაურესი ლოგიკა, სცენარი წარმოვიდგინოთ, მიეღოთ აფხაზებს, ჩამოსულიყო იქაური დე ფაქტო მმართველი პრეზიდენტი თბილისში ან არ ვიცი, ყობახიზე ჩასულიყო სოხუმში, გაეფორმებინათ ეს ხელშეკრულება სუსტად 3 წელიწადში. რუსეთი ამ რეგიონს კიდევ ერთხელ ოღონდ ამჯერად უკვე სამართლებრივი საფუძვლით აგიფეთქებდა 3-4 წელიწადში და გეტყოდა კონფედერაცია ხარ, შენსავე კონსტიტუციაში წერია, რომ კონფედერაციის სუბიექტს თანაბარს აქვს კონფედერაციის დატოვების უფლება და აგე აფხაზეთი ან ჯერ სამხრეთ ოსეთი გადის ამ კონფედერაციიდან და ცალკე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყალიბდება. მათ შორის ეს დამღუპველი იყო და იქნებოდა თუ იყო, იმიტომაც რომ ამ მოდელის თანახმად სულაც არ იგულისხმებოდა პირველი ტოლვილთა და იზოლებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება საკუთარ მიწა-წყალზე, ანუ დედაქალაქში, სხვა ქალაქებში. იცით თქვენ რომ ახლა ზუსტი რიცხვის თქმა ძალიან რთულია ყოველ შემთხვევაში, ჩემგან ალბათ აღრიცხულია სადღაც, მაგრამ მოდი ესე სტერეოტიპულად რომ ვამბობთ ხოლმე 300-350 მარტო აფხაზეთიდან და 100-120 სამხრეთ ოსეთიდან დევნილია, ხო? დევნილია. მათ დაბრუნებას ეს მოდელი სულაც არ გულისხმობდა. მით უფრო არ გულისხმობდა მათთვის რეპარაციის, ანუ ფინანსური რესურსით მათ უზრუნველყოფას დაბრუნების შემთხვევაში, რეპარაციის პროცესის დაწყებას. ანუ რუსეთი წესით ვალდებულია, როგორც პასუხისმგებელი ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ გადაიხადოს ყველაფერი, მათ შორის ფულადი კომპენსაციებიც და რუსეთს ამ ვალდებულებას ბიზნეს ივანიშვილი მოუხსნიდა. და იქნებოდა გამოკიდებული
მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის რომელიმე იმპერიალისტი ჩინოვნიკი, უფრო მაღალ დონეზე ალბათ, რიგით ჩინოვნიკს არ გულისხმობ, იტყო და შემდეგ წინააღმდეგობას იტყო და არა უმეტეს, რომ почему бы и нет, რატომაც არა, საქართველოს და აფხაზეთმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები. აფხაზები გაჭედავდნენ, იმიტომ რომ კონკრეტულად აფხაზები, იმიტომ რომ მათი დამოუკიდებლობის ხარისხი არა იმდენად, რამდენადაც სურვილი დამოუკიდებლობისა, ყოველ შემთხვევაში საქართველოსგან დამოუკიდებლობისა, მართლაც მაღალია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რასაკვირველია ისინი სეპარატისტები არიან და რასაკვირველია რუსეთის ფაქტორი რომ არ არსებობდეს, როგორც მათ უკან დგომი ქვეყნისა, მათი უსაფრთხოების გარანტორისა, რასაკვირველია ამ სეპარატისტთა უმრავლესობა, განსაკუთრებით ახალი თავების წარმომადგენლები გატყდებოდნენ და ისევ და ისევ ამჯობინებდნენ ევროპულ საქართველოსთან მეგობრობა, თანამშრომლობა, ერთიან სივრცეში ცხოვრებას და არა სეპარაციის თუ სეპარატიზმის გზით სიარულს მოძრაობას და განვითარებასაც განვითარება არც არის. მაგრამ ეს კიდე სხვა ბლოგის თემაა. ბიზინა ივანიშვილის გეგმებზე გესაუბრებით ახლა, ბიზინა ივანიშვილის ჩანაფიქრებზე გესაუბრებით ახლა. მაგრამ ეს არ გამოვიდა. ეს კობზი ბიზინა ივანიშვილს ნაცარში ჩაუვარდა და მით უფრო ჩაუვარდა ახლა იმის გათვალისწინებით, რომ აკი გითხარით, ომი უკრაინაში უბრალოდ არ სრულდება. ახლა ბიზინა ივანიშვილს აქვს მოსაფიქრებელი ახალი ბოდვა მითი იმის თაობაზე, რატომ არ სრულდება ომი უკრაინაში და ეხლა დავიტავიდა დაიწყო ახალი კამპანია დღეს ბუკვალური მნიშვნელობით, რომ ტრამპს Deep State-ის დამარცხება არ ძალუც არ შეუძლია და ხვალზე ეს კამპანია გადაიზრდება კამპანიაში ტრამპს Deep State-ის დამარცხება არათუ არ ძალუც არ შეუძლია, არამედ არც უნდა მასზე ერთ კვირაში შეიძლება უშუალოდ ტრამპს დასწაბონ კიდეც Deep State-ის წევრობა და ბაიდენის ძმაკაცობა, ანუ რაღაც ლოჟაში გვერდ ხედანო ჯოზეფ ბაიდენი და დონალდ ტრამპიო, ესეც კი შეიძლება რომელიმე უგვანს ქართული, რუსული ოცნებიდან. ხოდა რა ხდება ამასობაში? რა ხდება ამასობაში უკრაინაში? უკრაინა არ მარცხდება. არა, მე არ ვამბობ იმას, რომ უკრაინა იმარჯვებს, მაგრამ ომი არ სრულდება. და ადეკვატური ან ადეკვატურობის პირას მყოფი ევროპა სულ ან ყოველდღიურად ახალ პაკეტებს აცხადებს უკრაინის დახმარებისა. ახალი პაკეტების თაობაზე აცხადებს. ამასობაში ტრამპი კიდევ ერთი უცნაურობა ამ მეტად უცნაური ბაზისა. ტრამპი ერთის მხრივ ამბობს, რომ ჩვენ შორისო ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ლაჟვარდოვანი ოკეანეაო, მართლაც ასეა. ამდენად ლაჟვარდოვანი არ ვიცი, მაგრამ ოკეანი კი ნამდვილად არის. მეორე მხრივ ამბობს იმას, რომ რაღაცა ლაჟვარდოვანი ოკეანი, ატლანტის ოკეანე იგულისხმება, ხო ცხადე? რაღაცა ლაჟვარდოვანი ოკეანეაო, ჩვენ ვარც არაფერი არ გვემუქრებაო. სწორია თითქოს. თუმცა იქ რუსეთსა და ამერიკას შორის საზღვარი 48 კილომეტრია, ბარემ რომ ვიცოდეთ ბარენცის სრუტეში. მაგრამ კარგით გავანებოთ ეხლა თავი, ანუ ალიასკასა და რუსეთს შორის. გავანებოთ ეხლა ამასაც თავი. მესამე მხრივ ის ამბობს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენსო, ხო ასე ამბობს. და მეოთხეს მხრივ ამბობს, რომ 5%-მდე გაზარდეთ საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტში თავდაცვის ხარჯებიო, თავდაცვის წილიო. კი ბარა, თუ არანაირი საფრთხე არ არის რუსეთი, მაშინ 5%-მდე რატომ უნდა გაზარდოს? პირიქით შეამციროს, ხო ამ ლოგიკით. თუ არანაირი საფრთხე არ არის, მაშინ გრენლანდიაზე რაღაც იწევა, ხო? და არადა როცა გრენლანდიაზე საუბრობს, იქ ლაპარაკობს სწორედ იმ ლოგიკით, იმ არგუმენტაციით, რომ გლობალური უსაფრთხოებისთვის არის გარდაულად აუცილებელი, რომ შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდეს კუნძული გრენლანდია და ამის ამ უზარმაზარი ვეება კუნძულის ოკუპაციასაც კი მოახდენს არ გაუჭირდება, რასაკვირველია, მაგრამ ცოტა აბნეულია დონალდ ტრამპი, ცოტა კი არა გვარიანად. თუმცა ეხლა მე ეს ყველაფერი კვლავ რომ არ გადაგვეზარდოს ჩვენ ან კომენტატორებს ანტიამერიკანიზმში,
შევწყვეთ ამასზე საუბარს და არც ტარიფების გამოცხადებულ ომზე ვიტყვი ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას აქვე გეტყვით რომ არ ვიტყვი არაფერს და კიდევ ერთი ამბავი რაც სამწუხარო ამბავია რამშტაინის რიგით 47 თუ არ ვცდები შეხვედრაზე მეორედ არ იქნება შეერთებული შტატები უშუალო მონაწილე. უпроцоват არანაირი მონაწილე არ იქნება ამ ჯერზე. აი ერთხელ თავდაცვის ყოფილი მდივანი ვერ ჩავიდა უბრალოდ რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე ავადობის გამო, თუმცა ის ჩაერთო ონლაინ თავდაცვის მდივნებს, თავდაცვის მინისტრებს, ვინც მონაწილეობს ამ კოალიციაში. ახლა სამწუხაროდ დღევანდელი თავდაცვის მდივანი ასაკურველია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ამ რამშტაინის შეხვედრას არ დაესწრება. სუდიაო 10-დან 10 იტყვის, მეც მათ შორისა ვარ, თუმცა იმისთვის რომ უკრაინის თემასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად ადეკვატური გახდეს ევროპა და გამოფხიზლდეს ევროპა და გაემიჯნოს მერკელიზმს როგორც ასეთს, რასაც ემიჯნება კიდეც. ხო, ეს იქნება კარგი გამოსაფხიზლებელიც კი იყოს ამ კონტინენტისათვის, რომელიც ხოთაშორის ამ ტარიფების ომში შესვლაზე უარსულად არ ამბობს და იქით ემუქრება მეთქი ხმამაღლა თქვა იქნება შეერთებულ შტატებს, მაგრამ ამბობს რომ ხილსეულ წინააღმდეგობას გაუწევს ლაჟვარდოვანი ოკეანის მიღბა არსებულ სახელმწიფოს. ბიზნესზე რა გითხრათ? აი ამ ამბავში სულ გაყიდული ერთია, მაგრამ აი ამ ამბავში ჩემთან სახში შემოფრინდება ხოლმე ძალიან შემაწუხებელი ფაროსანა. და მე რაღაცა დავამუღამე, გულახდილად გეტყვით, ამ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიას და ტაქტიკას. და როცა შევიპყრობ ხოლმე ფაროსანას, მე ესე სისასტიკია ეს, მაგრამ მაინც გავკუჭავ და ვადურთინებ ხოლმე თავს. საბაზანო ოთახში. და ჩავრეცხავ ხოლმე. ხო და რა ვიცი, რა გითხრათ მსოფლიო პოლიტიკის ფაროსანებზე. მათი ბედი ამ ამბავში მეგობრებო გადაწყვეტილია.